რომელი სონიკის ბოტასებია ყველაზე სწრაფი? ყველა სონიკის ბოტასით გავმართავთ რბოლას, რომ ნახოთ რომელი ყველაზე სწრაფია. იქნება სონიკის ბოტასები, ტეილსის ბოტასები, ნაკალსის ბოტასები, შედოუს ბოტასები, სუპერ სონიკის ბოტასები, მეტალ სონიკის ბოტასები და კიდევ ბევრი სხვა. გარდა ამისა, საიდუმლო ბოტასებიც. რომელი იქნება ყველაზე სწრაფი? წავედით! კარგი, მეგობრებო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ საოცარ და ეპიკურ რბოლაზე. რადგან დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდება სონიკის ყველა ფეხსაცმელი, რათა გავიგოთ, რომელი მათგანი ყველაზე სწრაფია. და რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ორი საიდუმლო ფეხსაცმელი. მათ მოუწევთ ამ ტრასაზე შეჯიბრება, რომელიც მთელ ქალაქს უვლის გარს, სულ რაღაც 30 წამში. და ვინც ყველაზე შორს მივა მათ შორის ის გაიმარჯვებს. რომლები იქნებიან ესენი? რომლებია სონიკის ყველაზე სწრაფი ფეხსაცმელები? მოდით დავიწყოთ სონიკით და მისი პირველი ფეხსაცმელებით, რომლებიც სრულიად გაწვეთილია, განადგურებული. აი რა სამწუხაროა. მოდით ნახოთ რა შეძლებენ ეს გატეხილი ფეხსაცმელები. 3, 2, 1 და სონიკი მთელი ძალით იწყებს. ღმერთო ჩემო, ეს ყველაზე ნელი რამაა, რაც ოდესმე მინახავს. აშკარად ჩანს, რომ ამ ფეხსაცმელებს ვერც ბაზარში ვერ იყიდი სონიკ. უნდა ნახო რა ნელია ესენი. არ ჩანს, რომ ასე სადმე მივლენ. სინამდვილეში იმდენად ცუდია, რომ კიდევ უფრო ირღვევა და საერთოდ არანაირი უნარი არ აქვს. ისე ნელია, რომ თვითონ სონიკიც კი ნელა გამოიყურება. რომ წარმოიდგინოთ, რამდენად ცუდია ეს ფეხსაცმელები. ასე რომ სონიკ ამ ფეხსაცმელებით მხოლოდ 30 წამი ჰქონდა. უნდა იცოდე, რომ დრო თითქმის ამოიცურა. ასე რომ ირბინე სონიკ. გაიჩქარე შენი გაწვეთილი ფეხსაცმელებით, იმიტომ რომ შენი დრო მთავრდება. 3, 2, 1 დრო. ასე რომ სონიკის პირველი ფეხსაცმელები პირველ ადგილზეა, რადგან ჯერ კიდევ არავის მიუღრია მონაწილეობა. ფრთხილად იყავით, ეხლა ტეილსის ფეხსაცმელებს უყურებთ. სიმართლე რომ თქვა, ესენი ბევრად უკეთ გამოიყურება. მოდით ნახოთ რა შეძლებენ ტეილსის ფეხსაცმელები. 3-ში 3, 2, 1 დრო. ორგი, კარგი. ესენი ბევრად მეტ სიჩქარეს აძლევენ ვიდრე სხვები. თუმცა მაინც არ არის ისეთი სწრაფი. ჩვენ ხედავთ სონიკს, რომელიც ბევრად უფრო გავს საკუთარ თავს და ტეილს. მან ტეილსის თვისებები შეითვისა. ეს რაღაც უცნაური შერწყმაა, ამიტომაც არ არის ძალიან სწრაფი, მაგრამ მაინც საკმაოდ კარგად მიდის. და რადგან ტეილსის თვისებები აქვს, შეუძლია თავისი კუდების ქნევით ფრენაში შევიდეს. ეს ძალიან ეხმარება, რადგან ამ მილზე ასლა ძალიან რთულია. და უნდა იჩქაროს, რადგან მისი დრო თითქმის ამოიწურა. ირბინე ზვირფასო სონიკ, ტეილსის ბოტასებით. იჩქარე, რადგან შენი დრო მთავრდება. 3, 2, 1 დრო. ასე რომ აქ ყავს სონიკი ტეილსის ბოტასებით. ის პირველ ადგილზე გადადის, თუმცა ისეთი სწრაფი არ იყო. და მღელავ, რადგან ახლა სონიკი კნაქსის ბოტასებით გავა. ნახეთ რა მაგარია. ასე რომ წინ სონიკ. აჩვენე ყველას რა საკეთებს კნაქსის ბოტასები. 3-დან 1-მდე და წავიდა მთელი ძალით. კარგი, როგორც ჩანს, ამ ბოტასებს უკან წითელი კვალი რჩება. და მგონია, რომ სონიკს ცოტათი უფრო სწრაფს ხდის ვიდრე ტეილსის ბოტასები. გარდა ამისა, მას საოცარ შესაძლებლობას და ძალას აძლევს. ეხლა როცა ეს ძალა აქვს, ისეთი მუშტები აქვს, რომ სიამოვნება აყურება. და სონიკი უშნო ბოტასებით უკან დარჩა. ეხლა ისევ გარბის, თუმცა მისი ძლიერი მხარე ძალაა. უკვე ვიცით, რომ სისწრაფე ნაკლზის ძლიერი მხარე არ არის. და მისი ბოტასებიც არ იქნებოდა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი, მაგრამ მაინც სონიკი აგრძელებს ბრძოლას ნაკლზის ბოტასებით, რადგან მისი დრო იწურება, უსწრებს ტეილს, პირველ ადგილზე გადადის და მისი დრო დასრულდება. 3, 2, 1 დრო. ასე რომ აქ გვაქვს ნაკლზის ბოტასები, რომლებიც პირველ ადგილზე გადიან. დაუჯერებელია. და ყურადღებით იყავით, რადგან ახლა გადავდივართ შედოუს ბოტასებზე, რომლებსაც ჩაშენებული ტურბო აქვთ. მოდით ნახოთ რა შეძლებენ ეს მაგარი ბოტასები. 3, 2, 1 და იწყებს მთელი ძალით. ღმერთო ჩემო, ეს ნამდვილად სისწრაფეა. სონიკის და შედოუს გაერთიანება, რომლებიც ორი ყველაზე სწრაფი არსება არიან, წარმოუდგენელ შედეგებს იძლევა, როგორც ეს. უკვე პირდაპირ მოხვდა პოდიუმზე. და არა მხოლოდ ეს, არამედ ძალიან სწრაფად ადის მთელ მილზე. უკვე უსწრებს ტეილს. და ფრთხილად უკვე ნაკლსაც უსწრებს. უკვე პირველ ადგილზეა. ვაუ! აფს ტურბო, რა სრული სიგიჟეა. ამ ბოტასებს ტურბო აქვს, რაც მას ძალიან სწრაფს ხდის. სრულიად დაუჯერებელი და გასაოცარი სიჩქარით მიქრის. სრულიად შეუჩერებელი ჩანს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ტურბოს იყენებს.
ძალიან რთულად მიმაჩნია, რომ ვინმემ შეძლოს ამ საოცარი სონიკის, რომელსაც შედოუს ბოტასები აცვია, დამარცხება. თუმცა მისი დრო მთავრდება 3, 2, 1, დრო! ამიტომაც ის პირველ ადგილზეა, ძალიან შორს სხვებისგან. ეს ბოტასები ნამდვილი საოცრებაა. ფრთხილად, ეხლა ცდით ვარდისფერ ბოტასებს. ემის ბოტასებს. რა ძალას მისცემს ეს ბოტასები სონიკს? მოდით ნახოთ. 3, 2, 1 და ის მთელი ძალით დაიძრა. სიმართლე რომ ვთქვათ, ბევრად უფრო სწრაფია ვიდრე სხვები. ემიც ზღარბია და ნამდვილად ძალიან სწრაფია. და ამ ბოტასებმა სონიკს დიდი ძალა და სისწრაფე მისცეს. გარდა ამისა, მას აქვს თავისი ჩაქუჩი, რომლითაც შეუძლია რამდენიმე მოწინააღმდეგის გათიშვა. კითხვაა, შეძლებთ თუ არა შადოუზე გამარჯვებას? ამ ეტაპზე ყველაფერს აკეთებს, თუმცა მას ამ ბოტასებში ტურბო არ აქვს შადმული, ასე რომ ყველაფერს ბოლომდე დებს. მოდით ნახოთ, შეძლებთ თუ არა შადოუზე გამარჯვებას? თუ ვერ შეძლებს, მეორე ადგილზე დარჩება, რაც უკვე საკმაოდ კარგია. ის ხტება მილში, დაუჯერებელი ნახტომია. და აგზელებს მოტრიალებას ამ მხარეს. ძალიან ჩქარობს. თუმცა მეგობრებო, ვფიქრობ ეს საკმარისი არ იქნება, რადგან მისი დრო იწურება. 3, 2, 1 დრო! ასე რომ აი აქ გვაქვს ემის ფეხსაცმელები, რაც მას მეორე ადგილზე ტოვებს. რა სიგიჟეა! და კიდევ ბევრი ფეხსაცმელი გვაქვს სანახავი. მაგრამ მე მგონია რომ დროა საიდუმლო ფეხსაცმელები გავხსნათ, არა? მაშ, მოემზადეთ კოლონი, რადგან რაპიდო ამ წუთიდან გაქვს მხოლოდ 20 წამი, რომ დაალაიქო, გამოიწერო არხი და ჩართო ზარი, რათა გახსნას საიდუმლო ფეხსაცმელები. გარდა ამისა, თუ კომენტარებში დაწერთ სიტყვა სონიკი, შეძლებ მიიღო მისი ფეხსაცმელები, ასე რომ მე შენს ადგილას ვიჩქარებდი, დრო იწურება. არა, კარგი ბანდი, კარგი ბანდა. თქვენ ზედმეტად კარგად მოიქეცით, ასე რომ მგონია დროა გავამხილოს საიდუმლო პერსონაჟები. ესენი არავის სხვა არიან თუ არა ფლეში და სონიკი. ფლეში საოცარი სპორტული ფეხსაცმლით, რომელიც მას სხვა განზომილების უსწრაფეს არსებად აქცევს. ხოლო სხვა საიდუმლო სპორტული ფეხსაცმელები ვიდეოს ბოლოს უნდა დაველოდოთ, რომ გავიცნოთ ისინი. ეხლა კი გავაგრძელოთ, რადგან ვექტორის სპორტული ფეხსაცმელები ჟერია. ღმერთო ჩემო, რა მაგრები არიან. მოდით ნახოთ, რა შეძლებენ ეს სპორტული ფეხსაცმელები. 3, 2, 1 დრო გავიდა. კარგი. პირველ რიგში ისინი სონიკს უკან მწვანე კოლს უთოვებენ და მას რაღაცნაირ ჰიბრიდად აქცევენ, რომელიც ნაზავია ნიანგთან. სიმართლე რო თქვა, ეს სიგიჟეა. ფრთხილად იყავით, რადგან მას აქვს სიჩქარის ამოფრქვევები, რომლებიც საოცარია. ღმერთო ჩემო, როგორ მოძრაობს, როგორ გარდაიქმნება ნიანგის ფორმაში და როგორ ააქტიურებს იმ ინსტინქტს, რაც ნიანგებს აქვთ, რომ ნომნადალზე წავიდნენ. აი მიდის, საოცარი ნახტომია, კვლავ ბოლომდე იხარჯება. აპირებს გადაასწროს ემის სპორტულ ფეხსაცმელებს და როგორც ჩანს, თითქმის გამოსდის, აი იქ არის, დიახ. მეორე ადგილზე დგება და აპირებს ნახტომის შესრულებას, მაგრამ მისი დრო იწურება 3, 2, 1 დრო! აი ასე დასრულდა. ასე რომ აქ გვყავს საოცარი სონიკი ვექტორის სპორტული ფეხსაცმელებით, რომელიც მეორე ადგილზეა. და ეხლა ყურადღებით, რადგან ეხლა მეტალ სონიკის სპორტული ფეხსაცმელებია. რა საოცარი ძალაა ეს! წინ! მეტალ სონიკის სპორტული ფეხსაცმელები. მიანიჭეთ სონიკს საოცარი ძალა. 3-ზე 3, 2, 1 დრო, ღმერთო ჩემო. ეს ყველაზე ნელი სპორტული ფეხსაცმელია, რაც კი მინახავს. ვფიქრობდი რომ რობოტი იყო. რა ჯანდაბა! ვაუ! ამ სპორტულ ფეხსაცმელებს ამაჩქარებლები აქვთ, რომლებიც აფრენინებენ. რა სიგიჟეა! საკმაოდ სწრაფად გადის მილს. უკვე უკანტოვებს დანარჩენ კონკურენტებს. უვლის მახებს, შიგნით შედის. რა საოცრება! მარჯვნივ უხვევს. ღმერთო ჩემო, ეს ძალიან გიჟურია. ეს დაუჯერებელია. აგზელებს ტრიალს და ვერავინ აჩერებს. მგონია რომ სერიოზული შანსები აქვს. ფრთხილად, შეიძლება შედოვის სპორტულ ფეხსაცმელებსაც კი აჯობოს. ვაუ! და პირველ ადგილზე გადადის. ვინ გააჩერებს მას, როცა ასეთ სიჩქარეზეა? თელ ტრასას გადის და ყველა მოწინააღმდეგეს უკანტოვებს. და მისი დრო! როგორ ჩანს, მისი დროის დასრულებამდე ცოტა დარჩა. 3, 2, 1 დრო! ასე რომ აქ გვაქვს მეტალ სონიკის ბოტასები, გამანადგურებელი გამარჯვებით პირველ ადგილზე. და ყურადღებით, ეხლა გადავდივართ შინ სონიკის ზვირადღირებულ ბოტასებზე. რა სიგიჟეა, ვნახოთ რა სიზამენ ეს ზვირადღირებული ბოტასები. შინ სონიკი 3-ში 2, 1 და იწყებს სირბილს. ღმერთო ჩემო, სიმართლე რო თქვა, სულაც არ არის ცუდი. ძალიან სწრაფად გადაადგილებს, თუმცა არანაირ კვალს არ ტოვებს. არც ერთი ფერი.
გააკეთა საოცარი ნახტომი და ახლა აგრძელებს სირბილს მთელ მილზე. ყველაფერს უსწრებს წარმოუდგენელი სისწრაფით. და დიდი ოსტატობით კიდევ ერთს გადაუარა. ღმერთო ჩემო, რა სიგიჟეა და აგრძელებს სირბილს, რომ ყველაფერი გააკეთოს. გონი ეს ძალიან კარგი და ძვირი ბოტასებია, მაგრამ ყველაზე სწრაფი არ არის, ეს აშკარაა. რადგან ჩვენი საყვარელი შინ სონიკი რამდენიც არ უნდა ეცადოს და რამდენიც არ უნდა იბრძოლოს, შეიძლება ვერც კი აცნობიერებს, რომ მისი დრო მალე დასრულდება. ასე რომ ირბინე შინ სონიკ, ეს შენი ბოლო შანსია. 3, 2, 1, დრო! და ეს გვიყვანს ელექტროსპორტ უფესსაცმელებთან. რა საოცარი ელექტროძალა მისცეს სონიკს. ასე რომ წინ გამოიყენე ელო, რომელსაც შენი საოცარი სპორტული ფეხსაცმელები გაძლევს, რომ ირბინო. 3, 2, 1, დრო! დედა ჩემო, ეს უკვე სისტრაფე აღარ არის, ეს აღარ გამოგადგება, სულაც არა. ფრთხილად, რადგან კი, ეხლა თავისი ელექტროძალით დაფრინავს. საოცარია. ის საკმაოდ სწრაფად მიდის და იყენებს ელექტროენერგიას იმდენად, რამდენიც სჭირდება და კიდევ უფრო მეც. აი ასე დაფრინავს სონიკი ელექტროფეხსაცმელებით. აგზელებს სიმსვას და საკმაოდ კარგადაც გამოსდის. მგონია რომ ძალიან დიდი შანსი აქვს ძალიან მაღლა ავიდეს. მთელი ატაკზე ელექტროენერგიას ტოვებს. მოჩვენებით, ეს სტატიკური ელექტროენერგია, რომელიც ეხმარება ფეხსაცმლის დატენვაში და კიდევ უფრო სწრაფად სირბილში. რა საოცრება! ფრთხილად, რადგან ის შედის მილში და აპირებს შადოუს ფეხსაცმელებს გადაასწროს. რა სიგიჟეა, ისევ ყველაფერს აკეთებს. ეს საოცარია. მაგრამ უნდა იჩქაროს, რადგან დრო იწურება. 3, 2, 1, დრო! აი ჩვენ ყავს ჩვენი საოცარი ელექტროსონიკი ელექტროფეხსაცმელებით, რომელიც მეორე ადგილზეა. და ფრთხილად, ეხლა გადავდივართ ცეცხლოვან ფეხსაცმელებზე, რომლებმაც სონიკი ცეცხლის არსება დაქციეს. მოდით ნახოთ, რა შეძლებს სონიკ შენი ცეცხლოვანი ფეხსაცმელებით. 3, 2, 1, დრო! ვაუ, რა სიგიჟეა! ისინი ფრენაშიც ეხმარებიან. ეს საოცარია. ეს ფეხსაცმელები ნამდვილი სიგიჟეა. სატყიდიან, რომ მეც მინდა. ცეცხლოვანი ძალებით მიფრინავს მთელი სისწრაფით. ყველაფერს არიდებს თავს, რასაც უნდა. შევიდა მილში. დაფრთხილად, მის ცეცხლს ტურბო აქვს. რა სიგიჟეა. შეუძლია ტურბო გამოიტენოს, რომ დააჩქაროს და კიდევ უფრო სწრაფი იყოს. ეს ცეცხლის საოცრებაა. ხურადღება, რადგან შადოუს ფეხსაცმელებს უსწრებს, ძალიან სწრაფად მიდის. უკვე ბოლო მილებში შედის და მთელი ძალით მიდის. მაგრამ უნდა იჩქაროს, რადგან დრო აღარ დარჩა. ეს ცეცხლოვანი სონიკი თავისი ფეხსაცმელების წყალობით ბოლო ბიძგს აკეთებს. და ყველაფერს აკეთებს, რადგან მისი დრო მთავრდება. 3, 2, 1, დრო! კარგი, საოცარია ეს ცეცხლოვანი ფეხსაცმელები, რომლებიც ყველაზე სწრაფია და პირველ ადგილზე გადიან. კარგი, ფრთხილად, ეხლა ბირთვულ ფეხსაცმელებზე გადავდივართ. ამან სონიკი ნამდვილ მოსტრად აქცია. აი ისიც, მზადა ბირთვული ფეხსაცმელებით წარბენად. 3, 2, 1 და რა უზარმაზარი ნახტომია, დედა ჩემო, რა მხეცია! ძალიან სწრაფად გარბის თან იატაკს ანგრევს და ნახე როგორ შედის ზემოდან მილში. როგორ ჩანს, ამ მონსტრს ვერავინ უბრძანებს. კიდევ ერთი უზარმაზარი ნახტომი. დედა ჩემო, ისევ წარმოუდგენელი სისწრაფით გარბის. მაგრამ რა ბირთვული ძალებია ეს? იქ პატარა შეცდომა დაუშვა, რამაც რამდენიმე წამი დააკარგვინა, მაგრამ ეხლა ისევ მთელი ძალით გარბის. უკან მოიტოვა რამდენიმე წინა ბოტასი და არ ჩერდება უზარმაზარი ნახტომი. როგორც ჩანს, შადოუს ბოტასებსაც აჭარბებს. გარბის და გარბის შეუჩერებლად დაჩქარობს, რადგან მისი დრო დასრულდება. 3, 2, 1, დრო! აგვაქვს ბირთვული სონიკი იმ უზარმაზარი ბოტასებით, რომელიც მესამე ადგილზე გადადის. ფრთხილად იყავით, ეხლა სუპერ ბოტასებით მივდივართ. ნახეთ, რა ძალა მისცეს სონიკს. წინ სუპერ სონიკი, ესენი შენი ბოტასებია. მარშ წინ, 3, 2, 1 და იწყებს მთელი ძალით. ღმერთო ჩემო, ეს ნამდვილად ნამდვილი სიჩქარეა. ძალიან ცოტა ბოტასი მინახავს ამაზე სწრაფი, რა საოცარი და დაუჯერებელი სიჩქარით მიდის. მას აქვს ქაოსის ზურმუხტების მთელი ძალა და ძალიან მჯერა, რომ ეს მას ძალიან მაღალ პოზიციამდე მიიყვანს. ამ ეტაპზე ის ყველა თავის მოწინააღმდეგეს უსწრებს, უკან ტოვებს მათ და ამტკიცებს, რომ ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ბოტასია. ის კვლავ სრული სისწრაფით აგრძელებს და შადოუს ბოტასებს უსწრებს. ფრთხილად, რადგან ეხლა მილში შევა, ცდილობს პოდიუმზე მოხვედრას. აი მიდის სუპერსონიკი თავისი სუპერ ბოტასებით.
დაუჯერებელი დაშვება და გარბის შეუჩერებლად, რადგან მისი დრო თითქმის იწურება. 3, 2, 3, 2, 1 დრო. ასე რომ სუპერსონიკის ძალიან სწრაფი ბოტასები მეორე ადგილზე გადადიან. დაკურადღებით, რადგან ახლა ჰიპერსონიკის ცისარტყელას ბოტასები მოდის. რა საოცრება? მოდით ვნახოთ, რა ძალა აქვთ ამ ცისარტყელას ბოტებს. 3, 2, 1 და მთელი ზალით მიქრის. ღმერთო ჩემო, რა სისტრაფია ეს? მეგონა რომ ჩამორჩებოდა, რა დღეა დღეს? წაშია, რა ნამდვილი საოცრებაა. რა სწრაფად მიდის? მგონი ყველაზე სწრაფია, ვიც აქამდე გვინახავს. მაგრამ ეს უნდა დაამტკიცოს, თუ პირველ ადგილზე გავარ ბოლოში და ყველა მოწინააღმდეგე გესაჯობებს. მოდით ნახოთ, რა შეძლებენ ეს ცისარტყელას ფერის ბოტასები. თუმცა გეტყვით, რომ დარწმუნებული ვარ, ასეთი განსაკუთრებულიც არ იქნება. ეს ნამდვილად სისტრაფეა, სრული დატვირთვით. რა სწრაფად მიდის? რას აკეთებს? ტრასად ხდება? ნამდვილი საოცრებაა. ხანდახან კი ისე ჩანს, თითქოს თვითონაც იმტრევა. სიჩქარეს უმატებს, ყველას უსწრებს, საოცარი ნახტომია. და მისი დრო მთავრდება 3, 2, 1 დრო. ასე რომ ჩვენ გვაქვს ჰაიპერსონიკის ცისარტყელასფერი ბოტასები, პირველ ადგილზე ყველაზე სწრაფები. და ეს მოგვიყვანს ბნელ ბოტასებთან, რომლებმაც სონიკს ბნელი ძალა მისცეს. წავედით, მაგრამ საოცარია, წინ დარკ სონიკ. მოდით ნახოთ, რა შეძლებენ ეს ბნელი ბოტასები. 3, 2, 1 და ღმერთო ჩემო, რა სიჩქარია ეს? რა სიგიჟეს, როგორ შეიძლება ასე სწრაფად მოძრაობდეს? არ მჯერა, დარცონიკის ბნელი ძალა მას არასდროს ნანად სიჩქარეს აძლევს. ბნელი ბოტასები უდავოდ ყველაზე ლეგენდარულია, რაც კი აქამდე ყოფილა. უბრალოდ შეხედეთ, რა სიჩქარით მოძრაობს. და მგონი ჯერ კიდევ საკმაოდ ბევრი დრო აქვს დარჩენილი. შეიძლება ისტორიას დათერს. ასე რომ, აი მიდის, ახთა შემდეგ მილზე, იწყებს მოწინააღმდეგეების დამარცხებას. ის მოძრაობს სიჩქარით, რაც აქამდე არასდროს გვინახავს. რა საოცრებაა! როგორ უსწრებს ყველას ერთის შემდეგ მეორეს, საოცარი ნახტომია და საოცარი დაშვება. სარგებლობს შესაძლებლობით, ბოლომდე აჭერს და ჩქარობს, რადგან მისი დრო მთავრდება 3, 2, 1 დრო. დრო დასრულდა დარკ სონიკისთვის. ასე რომ ბდელმა ბოტასებმა ყველა დაამარცხეს და წინ გავიდნენ, მაგრამ მეგობრებო, ჯერ კიდევ გვაკლია საიდუმლო პერსონაჟები, არა? ეხლა ფლეშის ბოტასების ჯერია, ვნახოთ რა სისტრაფე ექნება სონიკისა და ფლეშის კომბინაციას. ფრთხილად, რადგან შეიძლება სამყაროს ყველაზე სწრაფ არსებას უყურებდეთ. 3-დან, 2-დან, 1-დან და მთელი ძალით დაიძრა. მაგრამ ღმერთო ჩემო, რა სისტრაფეა ეს, მეგობრებო, ყველაფერს აჭარბებს. მაგრამ ეს რა ჯანდაბა? ეს ნამდვილად გაანადგურებს ტრასას. როგორ შეიძლება იყოს ასეთი სწრაფი, ღმერთო ჩემო? რა თქმა უნდა, ორი ყველაზე სწრაფი პერსონაჟის გაერთიანება სამყაროში უცნაური იდეაა. ის იმდენად სწრაფად მოძრაობს, რომ თითქოს ყველგან ერთდროულადაა. ეს უზენაესი სიჩქარეა, რომელიც აქამდე არასდროს გვინახავს. ღმერთო ჩემო, რა სიგიჟეა? შეუძლებელია ასეთი სწრაფი იყოს. დაჯერება ძნელია, როგორ აკეთებს ამას? როგორ ეშვება? შედის მილში და აჩქარებს. იმიტომ რომ რბონის ბოლოს უახლოვდება. ის ისეთი სწრაფია, რომ ყველგან სდება და მისი დრო მთავრდება 3, 2, 1 ღმერთო ჩემო, ძალიან მარტივად მოიგო. ასე რომ ფლეშის ბოტასები, ღმერთო ჩემო, პირველ ადგილზე გავიდნენ და სხვებს ბევრად გაუსწრეს. ეხლა ვიცი, რომ ყველას გიშდებათ ეს კითხვა. რომელი ბოტასებია საიდუმლო? დატოვეთ კიდევ ერთი ლაიქი და გამოიწერეთ არხი, რომ გავხსნათ ისინი, რადგან ეს კი არც მეტი არც ნაკლები ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ბოტასებია. ისინი შეფასებულია მრავალ მილიონ დოლარად და ექნებათ რაღაც საოცარი. მოდით ვნახოთ ესეთი ძვირადღირებული ბოტასები მართლა ასეთ კარგია თუ არა. 3, 2, 1 ვაიმე, როგორ სწრაფად გარბის. და ახლა რა ხდება? უკვე დაფრინავს. ეს რა ძალა? ეს ბოტასები ნამდვილი სიგიჟეა. ის მოძრაობს ისეთი სიჩქარით, ღმერთო ჩემო, ესეთი რამ არასდროს მინახავს. წინ მიიწევს და ყველა მოწინააღმდეგეს უკანტოვებს. ის საოცარი სიჩქარით მიდის, რა სიგიჟეა? კითხვა ისაა, შეძლებს კი ლეგენდარული ფლეშის ბოტასების გადალახვას. ამას მხოლოდ ერთი გზით შევამოთმევთ. ის კვლავ დაფრინავს ამ მილიონობით დოლარის ღირებულების ბოტასებით. და რა თქმა უნდა, ის ცდილობს რბოლაში გაიმარჯვოს. აი ის ყველაფერს აკეთებს, არ თქვენს ამ ბოტასების გამოყენებას. მიდი. აგზელებს სვლას, ბოლომდე იხარჯება.
თუმცა დრო უკვე ცოტა დარჩა. როგორც ჩანს, მისი დრო დასრულდება. 3, 2, 1, დრო! დაჯერება ძნელია, მეგობრებო, მაგრამ მან ვერ შეძლო გამარჯობა. ეს ბოტასები ძალიან ძვირი იყო. ისინი საუკეთესოები იყვნენ, მაგრამ არა ყველაზე სწრაფები. ამიტომ მეგობრებო, ასე გამოიყურება საბოლოო პოდიუმი. ღმერთო ჩემო, რა პატარაა გამარჯვებული. მესამე ადგილი Dark Sonics. ამ საოცარი მუქი ბოტასებით. მეორე ადგილი მილიონერ Sonics. ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ბოტასებით. და დიადი, გამარჯვებული Flash Sonic-ი. ამ ფლეშის ბოტასებით, რომლებიც ორივე სიჩქარეს იარაღად აქცევს. ეს არის პოდიუმი და ესენი არიან ბოტასები. Sonic-ის ყველაზე სწრაფი ბოტასები. და მერე ვარ მე, ამ ბოტასებით, რომელიც დედა მაღაზიაში მიყიდა. სწრაფად ცირბილისთვის არ გამოდგება, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ გითხრათ და ლაიქოთ და გამოიწეროთ არხი, თუ კიდევ გინდათ რბოლები. და კომენტარებში აუცილებლად დაწერეთ კიდევ რა რაღაცები, პერსონაჟები თუ Sonic-ის ტრანსპორტი უნდა შევაჯიბროთ. ამ ყველაფრის შემდეგ მეც ავალ და ვიყიდი სხვებს, რომლებიც ფასდაკლებაშია. შევხვდებით. დიახ.